ექსკლუზიური აუდიო ჩანაწერი. ღალატი იყო და იქნება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უღალატეს. მე ისტორიაში აქამდე მეგონა რომ უდიდესი ღალატი იყო, როდესაც იულიუს კეისარს ბრუტუსმა დანაშ ჩასო, მაგრამ თურმე მაგაზე დიდებული ღალატიც არსებულა ისტორიაში, რადგანაც როგორც აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, სააკაშვილი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ საქართველოში მის ჩამოსვლას, სადაც მან კამერით ესე ბათუმიდან ვიდეო გადაიღო, თურმე რუსულმა სპეცსამსახურებმა დაასმინეს და გადააბარეს ხელისუფლებას. მეგობრებო, ეხა ამ თავიდან ეს აუდიო ჩანაწერი რომ მოვისმინე, ანუ მართლა მაგრად ვიცინოდი, მაგრამ ეხა იგივე რეაქცია ხო აქ არ მექნება. ამიტომ გადავწყვეტე და თქვენთან ერთად მოვისმინო, შევაფასო ეს ყველაფერი და კლინიკური დიაგნოზი მინდა დავსვა. ანუ სერიოზ შიზოფრენიის უმაღლესი დონე მე რაც აქ დავიჭირე. ამიტომ დაალაიქეთ ვიდეო, დაალაიქეთ ვიდეო გთხოვთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, გამოიწერთ არხი და გადაუზიარეთ მეგობრებს. დაიწყო. ჩემი ბედი არის ასე. მესამე პრეზიდენტს უღალატეს. დაპატიმრებიდან 5 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დუმილს არღვევს. დაპატიმრებიდან 5 წლის შემდგომ სააკაშვილი დუმილს არღვევს. უფრო ემოციურადაც შეიძლება და რამე უფრო ბეთჰოვენის სიმფონია რო დაედოთ ამ სიუჟეტის ავტორს ან მოცარტი რო დაედოთ უფრო უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ეხა ეს ისეთი დონის პრეზიდენტი იყო, რომ ეხა მოცარტი, ბეთჰოვენი ან ვივალდი. და პირველად ამბობს, რომ ღალატის მსხვერპლია. უკრაინიდან საქართველომდე გზა ორჯერ გამოიარა. აუ ეს ეხა რა მელანქოლია მქონდა, იცით ეხა ამაზე ფლეშბექი. აი ეხა შედარება რა არის ხუმრობით ამბობ ამ ყველაფერს, მაგრამ ეხა ისეთი ასოციაცია გაუკეთა ამ ჟურნალისტმა, რომ გზა საქართველომდე ორჯერ გამოიარა. ის თვითონ ათონის მთიდან მოდიოდა ფეხშიშველი თითქოს სააკაშვილი და აი მოყვებოდა მთელი ამალა, გეგონება ეხა. თავისუფლებიდან საკანში მის მოხვედრას კი ერთი ავტორი ხავდა. ვინა? აი თქვენი მე მაქვს საიდუმლო დეტალი ხალხო, მე მაქვს საიდუმლო დეტალი ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ეს მნიშვნელოვანია. სწორედ მის მიმართ ნდობა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის საბედისწერო. ჩამოსვლა, იმიტომ რომ მივხვდეთ ძალიან დალხენილი ცხოვრება უკრაინაში. ძალიან დალხენილი ცხოვრება ქონდა უკრაინაში, მაგალითად, ყოველ ღამე 3 ქალი ყავდა მინიმუმ და ანუ ხო დალხენილი ცხოვრება ქონდა მაგ ხრივ. ფულები, კაი გოგოები, კაი ღვინო, ყოველდღე შარაფი რაღაცა და ამ დროს კაცი ისია საქართველოს შეყვარებული, რომ მაწონებით სავსე და არაჟნებით სავსე კონტეინერში ჯდება და მოდის ჩეგევარა რომ განთავისუფლოს საქართველო. უკრაინაში შეუძლებელია მეყურები ასე დაკნინებისთვის ჩემი ქვეყნის. აი ეს არის აი ვიშარა დონის ის არის იცით აი ამას ნიჭი უნდა სხვათა შორის ამ ტიპი არის ჩარჩენილი აი ბუშის დროს არის რა აი ტიპები რო იკერებოდნენ იმასე რომ ჩემი სამშობლოს გამო გულს გადავდებ, თავს მოვიკლავ, შევწირავ ყველაფერს. დალხენილი ცხოვრება გვერდზე გადადოდა საქართველოში, გამოემგზავრ, ანუ მიშარი იმ დონის სოფისტი, იმ დონის პოპულისტია, ანუ აი ერთადერთი რაც მას ჰქონდა, გამჯდარი, აი 2003 წლიდან, ნუ მაგამდე 2003 წლიდან მერე იყო რომ არ ნახული დონის პოპულისტი, ანუ ნიჭი გინდა რომ შენ ესე დააბოლო ხალხი, შენ ესე გამოჩნდა სექტანტები გაიჩინო მაგალითად რა, დაბოლებასაც ნიჭი უნდა, ამას ვაღიარო. ეს არის მარტივი ჩამოსვლა იმ გაგებით რომ იყვნენ რუსეთის აგენტურა ჩემ გარემოცვაში ჩასმული. აი ის რუსეთი, აი ჩემ თვალში რუსეთი ბოლო დონეზე მცირდება თუ მიშას მაწონებში რუსული აგენტურა იყო ჩანერგილი ხალხო, ჩანერგილი. ალბათ თქვენ რა გეგონათ ის არაჟნები რო იყო, საიდან მოდიოდა, რუსეთიდან მოდიოდა და იქ ქონა CCTV კამერა ქონა დამაგრებული, ელოდებოდა. ეხა რას ელოდებოდნენ, რა თავი და ხვალ უნდა დაიჭირა და კარჩე. მიშამ რო ამოიღო მობილური რო დაიწყო გადაღება ბათუმის ქუჩებში და ქართველებო მეაქავა რა ამ დროს თურმე რუსეთმა მან დაამოქმედა გეგმა რა გარშ მოდი ხო არ გადავსე ხელისუფლებას ახლა და დაურეკე ეგრეთ ჩება რა ტიპი სათფა ესეთ რამე ბიჭო ესე როგორ შეიძლება გამოშტერება ანუ მესმის რაღაც ბაზარია რეკავ ადამიანი ხო უკრაინელი ქალებიდან აქ რო ჩამოხალდა ციხეშისღარ გარეკავ ადამიანი მესმის მაგრამ ამ დონეზე როგორ უნდა გარეკო რომ რეალობას ესე აცდე ანუ ჯერ ის იყო რომ მანიპულაცია და სპეკულაციები იყო, ვითომ მკვდებოდა და ცუდად იყო და მთელი ევროკავშირი და მთელი ის რა ქვია უკრაინა და უკრაინის მოქალაქეს პოლიტპატიმარია საქართველოში იქ მე ევროკავშირი გამოდიოდა განთავისუფლო პრეზიდენტი რაღაცები რაღაც საპრინციპერები დადგა, რავი მადონას ის ქურის როლი ითამაშა, მე სხვადასხვა სამსახიობი ნიჭები გამოვალი და მე ამა რო არ გაჭრა და ხალხო ფეხებზე ეკიდა
მერე ხა გადავიდა იმ დაუდგა აქციის მონაწილეებს გვერდზე. მერე უთხრა რომ აი თქვენო ლიდერი არ ყავთო, სირები ყავთო სულ ოპოზიციაშიო და ხა მე უნდა გამომიყვანოთო გარეთო. მერე ჯენზი დაფიქრდე ხა მიშას რომ ხარი დაუჭიროთო ჩვენო კოცები ისე იმას დაგვიძახებენო ჩვენს ნაცებსო და დაიწყეს ახალგაზრდებას მიშას ლანძღვა და მიმების კეთება რომ მიშა არ გჭირდება, მერე სექტანტები გაყარეს აქციიდან, მიშას სექტანტები რო იყვნენ მისულები. და მერე კაცი მიშას ყელში ამოვიდა ერთი თქვენი კარგისო კაროჩეო და მერე დაიწყო უკრაინის მოქალაქე ვარო, უკრაინელი პოლიტიკოსი ვარო, უკრაინელი ვარ შინაგანათო, საქართველოს ეს არის ქვეყანა, უსეს კაცი დავეხმარეო რა ერთ დროსო რა. დავეხმარეო რა ერთ დროსო, თორემ მე უკრაინელი ვარო ყველანაირად, რა თავის სპირით აქ ეს ყველაფერი ნათქვამი და კაცი არც ერთო პლასტიკამ არ გაჭრა რეალურად რა, ანუ მიშა საკუთარ ტყუილებში იმდენად იხრჩობდა, რომ არ და ბოლოს გამოდი თქვა რომ მიღალატესო რა კაროჩეო რა. არჩე ვიღაცა პროჭი იყო მიღალატა. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩამოდიოდა, მეუბნებოდა ჩამოდი, ამის თქმა მე არ ჭირდებოდა, მაგრამ მე გარკვეულ ნახეთ რა ტიპი რა დონის ის არის ხო გავენწიურის და სოფისტი რომ ნახე ჩამო მე ამის შეხსენება არ ჭირდებოდა. აქ ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ რომ მე კი უკრაინელი ვარ, უკრაინის მოქალაქეო, მაგრამ ეხლა მე საქართველოში ჩამოსვლასო მე ვიზი დაძახება მინდაო რა. გლობა გაიჩნდა ჩემ განმოცვაში, როცა მოდიოდი 2020-ში გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას. კოორდინატები როგორ გადასცა? PUBG-ში რო უპიკავ ხოლმე 220 კაცი დგას, 220 კაცი და ამ დროს ინფო გადაცემული ეგ მივიდა ბიზნეს ინფო რომ ახ სააკაშვილი შემოდის და მიშა უკან გაფრუნდა მერე რა. აი ამის რო ვინმე შეერა ეხა იმ ზღაპრების სერიოზულად ეხა რომ ეს ადამიანი ჯერ მაშინ იყო საფრთხე რამე ის. ვაიმე. და როდესაც ჩვენ ნაკერები იახტით მოვადექით საქართველოს აქ ბარდუში განგაში გამოცხადა რა? ინასა ყველაფერი წოდე? აი სერწოს ახლან მე და მოვისმინო ბოდიში ახლან ვისმენ. ჩვენ ნაკერები იახტით მოვადექით საქართველოს აქ ბარდუში განგაში გამოცხადა ინასა ყველაფერი წოდე? ანუ იასონი და არგონავტები ხომ ჩამოვიდნენ რა საბერძნეთიდან რომ საქართველოს უნდა წაიღოთ. მაშინდელი კოლხეთიდან უნდა წაიღოთ ოქროს საწმისი. ეს ისტორიული ფაქტია ხო? ისტორიული მითია, ბოდიში ფაქტი არ არის. კარჩი, იაზონი და არგონავტები ხომ მოადგნენ კოლხეთის მიწა-წყალს, დღევანდელ სამეგრელოს, საქართველოს ხო მოადგნენ და ხა რა ზოგისთვის ინტერპრეტაცია არის ხო? ხა რა იყო ოქროს საწმისი, ეს იყო მაგალითად, ეს იყო ცოდნა, ეს იყო რაღაც ძვირფასეული არტეფაქტი, რა ვიცი, ცოცხლეს ახანგრძლივებთ თუ ომებში გეხმარება, ნუ მრავალი თეორია და ისარწევს ამასთან დაკავშირებით. დაახლოებით ისეთივე რამე იყო. ხა მიშა მოადგა სანაპიროს. ეს მოხდა ხალხო 5000 წლის შემდგომ. იაზონი და არგონავტების მერე მიშა შემოვიდა პირდაპირ. და რა ცოდნა მიქონდა სააკაშვილს ეგ იყო საინტერესო, მაგრამ აი მე მივაგენი ერთ რამეს. იაზონი ხელსარიელი არ წასულა საქართველოსდან, მედია წაიყვანა საქართველოსდან. და ხა მე მიჩნდება ძალიან ლოგიკური კითხვა, სააკაშვილი როდესაც მოადგა ჩვენ სანაპიროებს კიდევ რამდენი ქალი უნდა დაორსულებულიყო იმისათვის, რომ თანამდებობაზე დანიშნულიყო და ასაკების დაბლა დაეწიათ. მაგრამ ალბათ ეს ალუზიებში იყო ჩარჩენილი ეგონა, რომ ისევ ნაცები მართავდნენ საქართველოს და იგივე სისტემა იყო რა, აი როგორც მიშა აკეთებდა, ხო? მაგრამ ალბათ მიშა უეჭველი წაკითხული აქვს ის, რა ქვია, ეს ლეგენდა და ეს მითი თავინა ბოლომდე იცის ძალიან კარგად, ზოგადად კარგად ერგო ალბათ ძველ პერსონულ მითოლოგიებში და დაახლოებით იგივე უნდოდა. ვინმე ქალი უნდა წაიყვანა საქართველოს. ან თუ იაზონი მოვიდა საქართველოში, ცოდნა უნდა წაიყვანა, მიშას ახალი ქალი უნდა წაიყვანა საქართველოს. დაახლოებით იგივე ანალოგია და რავი, okay, makes sense. და მომის და უკან დაბრუნება, მეორეჯერ უნდა დამხვედრო და აქ როცა ჩამოვედი და ეს მეორეჯერ ყვება უკვე. ახლა არ დამხვდა, არამედ ზუსტად 2 საათში გარშემო გამოსულ ვიდეო რუსების დავალებით თემი ჩემი მონაცემი გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურას. რაღაცაში გავიჭედე ხა, რაღაც ცოტა ურში ჩამისმა, რაღაც უცნაურად. ბიჭო, მიშას სადმე ხო არ უყენია motion tracking-ი, ანუ ქართულად რო თქვა მოძრაობის დეტექტორი. ანუ ტიპი ჩამოვიდა თვითონ ბათუმში. გადაიღო ვიდეო, რომელიც Facebook-ზე ატვირთა, როგორც მე ვიცი, მე Facebook-ი არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი, Facebook-ზე ატვირთა და მიესალმა საკუთარ სექტანტებს, რომ ჰეი, თქვენი საყვარელი პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოშია და ასე შემდეგ. ტიპი მე წავიდა, კადრებიც ხო არსებობს იმის, რომ იჯდა ვიღაც იმასთან ერთად, არ ვიცი, სუფრა გაშალეს, რაღაც გამოიზახეს ხიკალი. არაყიედო სუფრაზე რაღაცები რა და მიშას მონატრებული ქონა ქართული სუფრა რა. ჯერ სუფრა და მე ქალები. კაროჩე, აიყვანეს ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა. თურმე ეს ყველაფერი, აი ტიპი რამდენიც იმბეცილი უნდა იყო ხა, ტიპა თვითონვე დადო. აქ ვარო, ანუ საქართველოში ვარო. და თურმე ამის პარალელურად ეხა
რუსეთმა რა თქვა ეხა იცით ეს მიშა ძალიან რაღაცაში გვაბოლებს სერიოზულად ეხა და უეჭველიო რა უნდა გადავცეთო ეხა ბიზნესის ინფორმაციაო რომ ეხა როგორ ჩვენ გადაუკითხავთ შემოვიდაო საქართველოს ტიპს რის ჯერა თქვენ აზრზე ხართ ეხა აი кайფობ ამდენი ხარია და ვხატავ ტიპს რის ჯერ თვითონ დადო ვიდეო თვითონ ხალხს აკავრო და საიდან გაიგეს მე რო აქ ვიყავი და რო დამიჭირესო ანუ შიზოფრენია მესმის ხალხო გარეკოაც მესმის ზოგადად დიდების მანით შეპყრობილი მეებს ახასიათებთ ყველაფერი და მიშას ქონა ესეთი განდიდების მანია ტახტზე რო წამოწევა და კაროჩე კეისრის ის ქონა გახსნილი რა და იმას უყურებდა ხოლმე და მე ალბათ უნიავებდნენ გოგოები და ჩემო იმპერატორო ჩემო კეისარო და რაღაცა მიშა და იცინოდა თავის სტილში ხო კიდევ კაი არ გამოვდის მაგის ის რა ქვია იმიტაცია თორე ძალიან კრინჯი იქნებოდა ხო და ამას აბოლებს ახლა ხალხს ხო რომ ვიღაცა ყავს აი არის შემოდი მოვისმინოთ ბოლომდე რა არის ასეთი ადამიანი ის შემდგომ სხვა პროვოკაციებში მონაწილეობდა ღალატი იყო და იქნება თავარია ჩვენ ვიყავით ჩვენ კარჩი ისტორიაში მიშა ყოველთვის ღალატი იყო რა მაგრამ საქმეში ფიგურირებს ესეთი რა კომენტარები წავიკითხე რა და კომენტარებში იყო ერთი ძალიან მაგარი მიმი შემოხდა რა ანუ საქმეში ფიგურირებს ჩვენ არ ვიცით ღალატი ვისგან იყო ახლა არ ვიცით თეორია არსებობს, ჰიპოთეზა არსებობს, ესეთი ძალიან საინტერესო ილუსტრაცია, მეგობრებო, მინდა ახლა წარმოგიდგინოთ თქვენ. არსებობს ესეთი ფიგურა, კაროჩე. ფიგურა არსებობს ესეთი, ანუ მიმი გააკეთეს ამაზე, რომ ვინ შეიძლება ახლა ყოფილიყო ისეთი, რომ კაროჩე მიშა გაეცაო რა ყველაფერზე და მიმი კეთდება ისეთი ხალხო. აი ძალიან საინტერესო მიმი არის ახლა. თქვენი საქმე დამთავრებულია. დაბლოხდებით ჩვენ მამალს, ანუ მამლის აღანაკობის ადამიანს და სახეზე ვერ ვადგენთ იდენტიფიცირებას. ეს მიმი ვინც გააკეთა, ალბათ ამ საქმის დეტალებთან აქვს წდომა. და ალბათ ჩვენ თუ ეხა აქ გავუყევით ამ ხაზს ჩვენ თუ გავუყევით, ჩვენ დიდებულ კლასტერს შევქმნით, ჯერო ისტორიაში არ შეგვიქმნია ღალატის თურმე. მოგეთ ხალხო, აი ხა, როგორ შეიძლება ჩვენ ეს ყველაფერი, ანუ აი ძალიან ისე ვამბობ რა, ან ძალიან მარტივი, აი გასაგები და ყველასთვის წარმოსადეგი იმით მინდა ავხსნე ხა სპეციალურად ამ კამერაში იმიტომ გადმოვთე რომ ხა სერიოზულობა საჭირო არის იმიტომ რომ კი არის საღადაო ეს თემა თავიდან ბოლომდე და კლინიკური სინდრომია თავიდან ბოლომდე მაგრამ აქ არის ერთი მთავარი პოინტი რაც არ მინდა გამორჩეს აი ზოგადად აი რა არის ქვეყნის ლიდერი აი პრეზიდენტი ეხა მიშას დროს პრეზიდენტი იყო სუპერ საპრეზიდენტო მმართველობა საქართველოში და პრეზიდენტს ქონდა ძალიან ბევრი უფლებები, რაც დღეს აღარ არის, ხო? იმიტომ რომ შეკვეცილია პრეზიდენტის უფლებები და საქართველოს სახელმწიფო არის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასული. ეხა უყურე საინტერესო აქ რა არის, რასაც ყურადღება მინდა მივაქციოთ. ლიდერი, აი ქვეყნის ლიდერი. სხვა ყველაფერი რო დავივიწყოთ, კაცო, ის კრიმინალური დანაშაულებები, ბიზნესის ახევები, რეკეტი, დანაშაულის ხელის დაფარება ბევრი რამე რო დავივიწყოთ ერთი წამით ჩავთვალოთ რომ ესენი არ არსებობს კაცო. აი პერსონის აი კლასიფიკაცია მინდა გავაკეთე, სოციოლოგიური ტიპოლოგია მინდა დავდო მიშასი ხა. აი სოციოლოგიური ტიპოლოგია. აი მოდი ხა ესე მინდა ყველაფერი აი ეს აი სოციოლოგიური ტიპოლოგია მინდა სააკაშვილის აღწერო ხა როგორც ფიგურის. აი დავივიწყოთ სააკაშვილზე რომ დავუშვათ რეკეტი იყო კლანური მართლობა იყო, ხალხის ხოცვა იყო, ბიზნესის ახევები. აი დავივიწყოთ და ერთი საკითხი პერსონასთან მივიდეთ, აი სააკაშვილის პერსონასთან. ბიჭო, მიშა იყო შეპყრობილი, ანუ განდიდებაც არსებობს, ანუ არიან ისტორიაში მაგარი ტიპები, რომელსაც განდიდების მანია ქონიათ, მაგრამ მართლა მაგარი ტიპები იყვნენ რა. აი ძალიან მაგარი ტიპები ხა რავი, ხო იულიუს კეისარი ვისვადრი, ხო იულიუს კეისარი, ავგუსტუსი მაგალითად ნაპოლეონ ბონაპარტე რო ტიპებს აქვს განდიდების მანია და მესმის ხა მათი ცხოვრება როგორია ხო ხა იპყრობენ ხა ზოგმა ეგვიპტე აიღო ზოგმა სპარსეთი დაიპყრო რაღაც და მიზეზი გააქრო შენ ხარ მაგარი ტიპი ხო ხა და ბოლოს რო გარეკავ ლოგიკურია ხა ხო ტიპი სამყაროს იპყრობ ხა და რავი უსაზღვროა შენი შესაძლებლობები მაგრამ ბიჭო ტიპი გოგო არ გადიოდა ქალი არ დადიოდა საქართველოში, ვინც ლამაზი იყო და პოტენცია რამის ჰქონდა, რომ მიშასთან რაღაც ურთიერთობა არ ქონოდა. ეს იცის მე კი არა, ეს იცის მთელმა საქართველომ, აი რავი, ქვარო კენჭი რო ააგდო და აიცემა ეგ ადამიანს. ბიჭო, მე არ ვამბობ ზოგადად, რომ ქალების მიმართ სიყვარული არის ცუდი, კაცო. ბევრ ლიდერს კი არ ჩვეულებრივ ადამიანებს ახასიათებთ, რომ კაცი ხარ, ქალი უნდა გევასებოდეს, ხო იასნია ხარ, მაგრამ ბიჭო, აი პოლიტკორექტულად რო შევხედოთ, აი პოლიტიკური ფილოსოფიის ენაზე რო შევხედოთ. ტიპი, როდესაც შენი თითოეული მოძრაობა იცის თელმა ქვეყანამ, ანუ აი მაგალითად არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო ცნობები, მაგალითად როგორ იყო შევარდნაძე. შევარდნაძესაც უყვარდა ქალები.
დღემდე მისი ერთი ქალიც კი არავინ არ იცის საყვარელი სადმი. იმდენად კოხტად, იმდენად წყნარად, იმდენად შვიდად, იმდენად ფარულად, რომ არავინ არაფერი არ ესმოდა, არავინ არ იცოდა. იმიტომ რომ ის იყო პირი, ხო, ერთ დროს ხო იყო საქართველოს პირი და ზოგადად პოლიტიკოსი როდესაც ხარ, შენ ხარ იმიჯი შენი ქვეყნის. ეხლა მე შეიძლება ბევრი მე რო ვიყო, ეხლა მაგალითად, რავი, პრემიერ-მინისტრი დაუშვათ. აი ამ წუთას ყველაზე მაგალითად თანამდებობა და ეხლა მე რო გამოვდიოდე და ნაშებთან ერთად სტორებს ვდებდე ეხლა და აი გულაო, ფაგულ ბიჭო ეს ხო არის თქვენი შეურაცხყოფა და ხალხის, იმიტომ რომ მე ვარ ქვეყნის პირველი, ხა იუთუბერი ვარ და ასაც მინდა ვიტყვი, ხო? მე რა ბევრი ადამიანი მისმენს, მაგრამ ვარ თავისუფალი ბოლომდე, მაგრამ მე რო ვარ ქვეყნის პირველი პირი, ანუ შეზღუდული ვარ რაღაცეებში, ხვდებით? შეზღუდული ვარ მაგათ იმაში, რომ ყველაფერს ვერ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ჩემი დანაშაული კი არ არის, მარტო მე კი არ ვარ, ეს მთელი ქვეყანა აგებს ამ ყველაფერს პასუხს. აი ადრე ხო იყო გაბუნიამ რო აგინა პუტინს და მე პუტინ და კადიროვი და ეგენი რო იმოქმედებდნენ და აი რაღაც აქტები შადანა უნდა საქართველოსიო და რაღაც ხო გახსოვთ ეგამები. ბიჭო, უნდა იყო პოლიტკორექტული ადამიანი. აი კობახიძე ხო გამოდის დაგილაგებს, აგიხსნის, დაგიღეჭავს ყველაფერს, ხო? ეხლა შენ კობახიძე გევასება, არ გევასება, კაცო, ეგ შენი ოფოფები არ გინდა გევასებოდეს გინდა არა. მე მევასება მაგალითად, დაგილაგებს, აგიხსნის მშვიდად, რავი, შეურაცხყოფა აყენე, ტიპი მაგრამ არ გაუკეთეს და თავისთვის არის არ კარგავს საკუთარ პოზიციას. აი მაგალითად ბიძინა ვიყო და შევადაროთ ბიძინა ეხა სააკაშვილს, აი მაგ ყველაფერში. ერთი კადრი, ერთი აუდიო ჩანაწერი, ან რაიმე გამახსენონ, ოდესმე სადაც ბიძინა არის გახვეული რამეში საერთოდ. იმიტომ რამეში რო გახვეული იყოს, ტევ პირველი ფორმულა ეგრევე დაჭრიდნენ მაგ ვიდეოებს და კონტექსტიდან ამოგლიჩავდნენ და გააკრობდნენ ყველგან. ერთი არასწორი რამე არაპოლიტკორექტული რამე გახსოვთ? რატო? იმიტომ რომ თავდაჯერებული როდესაც ხარ ადამიანი, როდესაც ხარ გაწონასწორებული დიპლომატი, შენ ამ ყველაფერში უკვე შენი ქვეყნის იმიჯისთვისაც ძალიან კარგად მოქმედებ. ტიპი რომელიც იყო შერყეული გონებრივად, გიჟი ჩაულებრივი, აი საბუთიანი გიჟი, რომელიც ყველა ქალთან წვებოდა, ვინც კი მის გარშემო ტრიალებდა და ისე ნიშნავდა თანამდებობებზე, ეს დღეს მელაპარაკება, ან მაშინ მელაპარაკებდა ყოველად უპრინციპო ადამიანი, რომ მას საქართველო უყვარდა. და დღესაც არსებობს სექტანტები, გამოდიან მის შამაგარი პოლიტიკოსი იყო. არიან დებილები, ჩაულებრივი დებილები არიან. ანუ თუნდაც პოლიტიკური უნარჩვევებით რო შევაფასოთ, აი მიშას გაკეთებულებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, ყველაფერი გავავოქმოთ. აი პერსონა რო ავიღოთ, პოლიტიკოსადაც არ მარგოდა. ერთადერთი მიშას რაც უნარი ქონდა დადები, ანუ თავისთვის დადებითი რაც თვითონ იყენებდა, არნახული დაბოლების უნარი ხალხის. სოფიზმი და პოპულიზმი. ერთად აღებლე ბუშს ახასიათებდა ხოლმე, ბუშის პაკალენიაში გადის რა, ბუში როგორც იყო მაგალითად, ბუშის გამოსვლებს თქვენ რომ მოსვინა და კოპი პეისტია სააკაშვილი რასაც იმეორებს. აი სულ რაღაცა აბსტრაქტული საკითხები ჩვენ ესე ვიზავთ, ერთ ხიდს გავხსნით და აბა მთელი ქვეყანა შევყარეთ და მთელი ამბები. ამას უნარი ჭირდება ხალხმა და ეს უნარი ამას ქონდა ამაგან აპირობა რომ სექტანტები შექმნა დღეს. თორე რამე კი არა აქ ამ ქვეყანას ცუდის მეტი. აი მარტო ერთადერთი რასაც იყო ის იყო რა ქვია ნაშები, ბიზნესის სახეობები, კლანური მართლობა, ადამიანების ხოცვა, ციხებში საშინლად მოპყრობა ადამიანების, დანაშაულის ხელის დაფარება, ვადაზე ადრე გამოშვება პატიმრების და მრავალი რო ჩაუყათ რამდენი ის. უბრალოდ რატო რჩებოდა ეხა ვინც ფიქრობენ ეხა სააკაშვილი რომ თესლი ტიპი იყო თავისი გაგებით რომ აი ბევრს ლაპარაკობდა იჭიმებოდა რა ჰიტლერის ბევრს ლაპარაკობდა მეორე მსოფლიო ომში მაგრამ ომი წააგო ანუ ბევრს ვინც ლაპარაკობს თქვენ რა გონია მაგარი პოლიტიკოსია ორატორული ნიჭის ხო არამედ ციცერონი მაგარი ორატორი იყო ციცერონი იყო უდიდესი ორატორი მაგრამ პოლიტიკოსი იყო ავგუსტუსი უფრო მაგარი ამიტომ ხალხო სანამ ჩვენ რაღაცა იმებს არ ვისწავლით ესე ჰაი ჰუი ეხა ედიტები მოხდება ხოლმე სააკაშვილზე აუ ნულოვანი ტოლერანტობა საქართველოში და თვითონ ქურდებს დაუპირისპირდა და თვითონ გახდა კრიმინალი და თვითონ აქცია ყველაფერი და თვითონ აქცია დანაშაულო ორგანიზაციად სახელმწიფო ხალხო რა მაგარი პოლიტიკოსი და ბოდიში ქალების დაკერვა და ბევრი ლოგიში შეწვენა იმ დროს როდესაც საქართველოში TikTok-ი არა, Facebook-ი არა, Instagram-ი არაფერი არა და გაჭირებაში სულს ღაფავს მთელი ერი და ამ დროს ახალგაზრდა გოგო რომელიც თანამდებობათა რაღაც უნდა ვინ არ ჩაუწევა რა ის კი არა ეს დონ ჟუანი იყო ეს ან რავი კაზანოვა იყო და მაგრა კერავდა გოგოებს ამიტომ აი ამ ზღაპრებისგანს ჩვენ სანამ ვიქნებით ჩვენ ამ ზღაპრებში ხალხო აი ამ ზღაპრებში სანამ ვიქნებით მაგამდე ჩვენ არაფერი აი ესე ვიქნებით ეს მიშა დააბოლებს კიდე საკუთარ რაწო მაგარი იყო მაგარი სისულელე რეალურად რა სისულელე იმიტომ რომ როდესაც კაცს არ შეგწევს შენი ვიზუნარი რომ აკონტროლო შენი ვნებები და ეს ვნებები ამ ვნებებს როთელ საქართველოს გადააყოლებ ესაა ძალიან დიდი პრობლემა რომელიც შენს პოლიტიკურ იმიჯს ბოლომდე მიწასთან აგრებს ქალები მეც მევასება ბევრ შენ გამომწერს ევასება და კაც უნდა ქალი ევასებოდეს იასნია მაგრამ როდესაც ქალთან ურთიერთობა იცის მთელმა მსოფლიომ და ლეგენდები დადის ერთი ადგილის მოჭმებზე და მთელ ამბებზე ხალხონაც მაგარი პოლიტიკოსი კი არა
ეს არის ქათამი რეალურად. უნარო ყოვლად ერთი დღით მოგრიალი ადამიანი, რომლის ბოლო არის ვივამედი და მე ვივამედი და პირდაპირ ციხეში. ამიტომ, როდესაც პოლიტიკოსი ხარ, შენ უნდა აკონტროლო შენი ემოციებიც, შენი ვნებებიც, შენი არადაოკებული სურვილებიც და აბსოლუტურად ყველაფერი. თორე გახდები კლოუნი ბოლოს. აი ესეთი კლოუნია, საკუთარ თავს დაუპირისპირდები დღეში 9-9-ში. ამიტომ ვინც ამბობენ რომ მიშა მაგარი პოლიტიკოსი იყო, პოლიტიკის დეფინიცია არის მით საერთოდ. პოლიტკორექტულობა რა არის, პოლიტიკური ფილოსოფია რა არის, დიალექტიკა რა არის, ქცევა რა არის, დიპლომატიური მანერები რა არის, ჟესტიკულაციები რა არის, ვერბალური კავშირი რა არის, არ იცის უბრალოდ. აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა ბიძინა ამ ყველაფერში, სრული იმიჯით როცა ბიძინა რომელიც არის ბიზნესმენი, ბიძინას არც მოეთხოვება და პოლიტიკოსის რანგში განიხილო, მაგრამ ბიძინა იმიტომ არის გენიოსი, რომ ტიპი არის ბიზნესმენი, რომელმაც მთლიანად პოლიტიკაზე მაღლა, პოლიტიკა რაც არის აი თავისი მთელი კლასიკური გაგებით, მასზე მაღლა გამოავლინა უნარები, რომ საზოგადოებასთან ისე წარმოდგება ამდენი წელია და ერთი შეცდომა არაფერი არ დაუფიქსირდა, რომელიც რამე სკანდალში გავხვევდა. აი ეს არის პოლიტიკა, აი ეს არის მაკიაველის მე რასაც ვამბობ, უნარები, რომ შენ არასდროს არ იყო ადვილად წასაკითხი. გასაშიფრი და ეხა აღარ დავამატებ იმ უნარებს, კიდე ბიძინა ივანიშვილს რეები აქვს და პოზიტივი და დადებითი, გინდა დიალექტიკაში, გინდა საუბარში, გინდა მანერებში და გინდა თვითონ ოჯახში. საოცარი ოჯახი, თავიდან ბოლომდე. მიშა კიდე ვისთან ეწებოდა, ყველგან შვილი ყავდა. ეს არის პოლიტიკოსობა, მაგარი არ არის ეს მაგარი პოლიტიკოსობა. ეს არის მიზეზი დღეს ქართველი ხალხი, რაც არ უნდა იყოს ის ვიღაცა ულტრამემარჯვენე რო არის ბოლო წამს ბიზნეს რომ აინჩ შემოხაზებს. რატომ? იმიტომ რიდი აქვს იმ ადამიანის, იცის რომ არის გაწონასწორებული. კულტურულად მოსაუბრე და ერთი სკანდალი არ უკავშირდება მთელი ამდენი წლის განმავლობაში. არ ვიცი ხა ვინები ფიქრობდნენ კიდე ამას რომ იშა მაგარი პოლიტიკოსი იყო პოლიტიკური უნარებით, აი პოლიტიკური ფილოსოფიით სასაცილოა უბრალოდ. ეს არის ზღაპარი. რავი, ყველაზე უარესი იყო ჩემი აზრით. ბიჭო იმ იულიუს კეისარს როქონა გაფრენები და ნერონმა რო გადაწვა რომი რომ მე მინდა მუზამო მივიდეს რომ დავწერო რომზე უდიდებული ლექსი ის ნერონი იყო ძმა ის კალიგულა იყო ის კეისარი იყო და ეს ვინჯეიმი ფეხები არის ეხა რომ წამოწოლილზე ეხა ვიღაცა დაქირავებული ის ნაშარო შენ მოგივა კიდე ვიღაცა გონება აფშუტინებული გოგო რომელსაც თანამდებობა უნდა მიცე და ამაზე შენ გონი არის იულიუს კეისარი ხარ ჰა ანუ ძალაუფლებით манипуლირება ანუ რეალურად ყველაზე დიდი ძალაუფლება შინდლერის სიაშია ეს ყველაფერი კარგად ფორმულირებული რომ ჭეშმარიტი ძალაუფლება ის კი არ არის, როდესაც შენ შეგიძლია ვიღაცა მოკლა, იძალადო, წაართვა ყველაფერი და ასე შემდგომ. ჭეშმარიტი ძალაუფლება ის არის, როდესაც შენ შეგიძლია ყოველივე ეს გააკეთო, მაგრამ ამას არ აკეთებ. აი ბიძინა მაგალითად. ბიძინა შეუულია რომ ახლა ბელარუსი იყოს საქართველო. აი შეუულებრივად შეუულია დღესაც, მაგრამ არ არის ბელარუსი საქართველო. ოპოზიციური ხმა არსებობს, ჟურნალისტები არსებობენ. ეხა ბოდიში ეხა ციხეში ვინები ძიან, იმათმა დანაშაული ჩაიდინეს. და ეხა დანაშაული, ეხა ადამიანი როდი გინა მე ვიყო, გინა ყველა ადამიანი იმსახურებს ციხეს, რა მნიშვნელობა აქვს მაგას პოლიტიკურ შეხედულებას. პოლიტიკური პატიმარი სხვა რამეა, აბსოლუტურად სხვა არის დეფინიციით. პოლიტიკური პატიმარი იყო მაგალითად ის რუსეთში რო დაიჭირეს პუტინმა რომ მოკლა ციხეში. გინა ნემცოვი მაგალითად პოლიტიკური გასაღები. ეგ არის ზუსტად რუსული ხელწერა. აი რა შუაშია საქართველოში ქუჩის ვიტრინას რო წავ პოლიტპატიმართან ხალხო. აი რა დანაშაული ჩადენას გვარი აქვს სახელი თუ წარმომავლობა. მოკლედ ეს აზრი მინდა დამეფიქსირებინა, იმიტომ რომ ეს იყო სასაცილო თავიდან იუმორისტულად დავიწყე, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა იცოდეთ სიმართლე ხალხო რა არის. და ჯობია ილუზიები დაინგრიოთ, რაღაც ზღაპრებში და ედითები და ნულოვანი ტოლერანტულობა და რაღაც ზღაპრები. დღეს რომ იშაკყავდეთ, აი მე ვიყო, რავი, გილოტინაზე დავდებ თუ გინდა ამის გამო, ამ სიტყვების გილოტინაზე თავს დავდებ, რომ აი საქართველოში დღეს იქნებოდა აი ვერც კი წარმოვიდგენ რადონის ზალადობა. აი რადონის კიდე თქვენ არიცით და რადონის იმპერიული ვაიბები და რადონის კიდე უბედურებები და ნულოვანის ფრისპიჩი და საერთოდ ყველაფერი. ამიტომ ახალგაზრდები გონსმოები და ისტორია ცოტა სწორის თვალით შეხედეთ გირჩევნიათ სანამ აი ზღაპრებით ძალიან სულად არ დამთავრებია როგორც მიშამ დამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა. ხო, ნებისმიერ ჯამში ძალიან ყველაფერი ცლად ვისაუბრე, რაც მინდოდა იმაზე გავამახვილა ყურადღება, ეს თავიდან ბოლომდე არის ჩემი აზრი, რომელიც ჩემი არგუმენტები დავხსენი, რავი, თქვენ რას ფიქრობთ დაწერეთ აბლა კომენტარებში და ასევე დალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.